გამარჯობა. კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს დღევანდელ სიღრმისეულ ანალიზში. ისი, როდესაც ამ თემას და წარმოდგენილ მასალებს პირველად ჩავხედე, მაშინვე შენზე ვიფიქრე. ჩვენს მსმენელზე, შენზე, ვინც მუდმივად ეძებს პასუხებს იმაზე, თუ როგორ მუშაობს რეალობა ფუნდამენტურ დონეზე. კი. და ერთი შეხედვით შეიძლება მართლაც მოგეჩვენოს, რომ დღეს რაღაც უმაღლეს მშრალ მათემატიკაში უნდა გადავეშვათ. მაგრამ მოდი პირდაპირ ვთქვათ, სინამდვილეში ჩვენ საუბრობთ სამყაროს საიდუმლო სტრუქტურის აღმოჩენაზე. ზუსტად, და ეს ფარული არქიტექტურა ბევრად უფრო დინამიკურია, ვიდრე, ხო იცი, აქამდე წარმოგვედგინა. ნამდვილად. დღევანდელი ჩვენი განხილვა ერყნობა ავტორის, სახელად დათოს, საკმაოდ რევოლუციურ და უახლეს ნაშრომებს. და ეს მასალა არ არის უბრალოდ ფორმულების კრებული. არა, ეგ ნამდვილად არ არის. ეს არის კაცრი მათემატიკური თეორემისა და ძალიან ღრმა ფილოსოფიური ხედვის სინთეზი. ავტორი სრულად თავდაყირა აყენებს ნატურალური რიცხვების მარტივ მომრავლებად დაშლის კლასიკურ გაგებას, შემოაქვს სინუსოიდური ტალღის ფაზური სტრუქტურა რიცხვთა თეორიაში და გვთავაზობს კონცეფციას, რომელსაც ლოგოსფეროს უწოდებს. ანუ, მოდი ეს ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ. კი, აუცილებლად. ჩვენი მისია დღეს არ არის დაფაზე რაღაც მშრალი ფორმულების წერა. ან ისეთი ბაზისური ცნებების განმარტება, რომლებიც შენ ისედაც კარგად იცი. ჩვენი მიზანია გავშიფროთ, თუ როგორ ცხოვრობენ, სუნთქავენ და ვიბრირებენ რიცხვები. რიცხვების ვიბრაცია. ძალიან კარგად შვერს. ხო, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიქნებით ფოკუსირებული იზოლირებულ ციფრებზე. არავეთ იმაზე, თუ რას გვეუბნება ეს მოდელი თავად რეალობის, სივრცისა და დროის სტრუქტურაზე. იცი რა არის საინტერესო? ტრადიციულად რიცხვთა თეორიაში ჩვენ რიცხვებს აღვექვამთ როგორც წერტილებს უსასრულო სწორ ხაზზე. აი სკოლაში როგორც გვასწავლიდნენ, ხაზზე განლაგებული წერტილები. ხო, თითქოს ისინი რაღაც გაყინული სტატიკური ობიექტები არიან, მაგრამ დღეს ჩვენი პერსპექტივა უნდა შეიცვალოს. ამ ახალი პარადიგმით ჩვენ დავინახავთ რიცხვებს როგორც მრავალგანზომილებიან სფეროებსა და დინამიკურ ტალღურ ციკლებს. მათ აქვთ თავისი შინაგანი სიცოცხლე, თავისი, ასე ვთქვათ, ანატომია. აი ზუსტად რიცხვის ანატომიით დავიწყოთ, მოდი. დათოს ერთ-ერთი მთავარი თეორემა, რომელსაც მასალებში ვხვდებით, არის რიცხვის ბირთვული სტრატიფიკაცია. ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ნაწილი. კი. და როდესაც ამ ფორმულას ვკითხულობდი, გავაცნობიერე, რომ ის რიცხვს შლის არაუბრალოდ მომრავლებადმად, არამედ სრულიად ორგანულ კომპონენტებად. ანუ, ნებისმიერი რიცხვი, რომელიც მეტი ან ტოლი 2-ზე, შეგვიძლია დავშალოთ 3 ძირითად ნაწილად. და როგორ გამოიყურება ეს დაშლა? ავტორის მოდელით n უდრის 2a + 3b + უნიკალური მარტივი რიცხვების ჯამს, დამატებული მცირე დელტა. მოდი აუხსნათ მსმენელს, როგორ უნდა წარმოვიდგინოთ ეს სივრცეში. მარტივია. წარმოიდგინე, რომ რიცხვი არის ცოცხალი ორგანიზმი, ან ატომი. განტოლებაში მოცემული 2a და 3b ქმნიან რიცხვის ბირთვს. ანუ ეს არის მისი ცენტრი. კი, მისი გული. ეს არის მისი ფუნდამენტური ურყევი რიტმი, რომელიც აგებულია ყველაზე მარტივ პირველად ბაზისზე, ანუ 2-სა და 3-ზე. ამის შემდეგ მოდის მარტივი რიცხვების ჯამი. და აქ მარტივი რიცხვები იწყება 5-დან და მიდის ზემოთ. და ეს ქმნის გარს, ხო? ზუსტად. ეს არის რიცხვის გარსი. ანუ, ბირთვი აძლევს რიცხვს სტაბილურობას, გარსი კი ანიჭებს მას უნიკალურ მახასიათებლებს, მის ინდივიდუალობას. ძალიან საინტერესოა. მაგრამ აქ ყველაზე მომაჯადოებელი ის არის, რომ გვაქვს ეგრეთ წოდებული მცირე დელტა. ის ნაშთი, რომელიც წეღან ახსენე და რომელიც არასდროს აღემატება 4-ს. ეს დელტა არის ის მცირე გადახრა, რომელიც ფაქტობრივად ხურავს რიცხვს. იცი რას მაგონებს ეს სტრუქტურა? რაღაცნაირად რთულ მუსიკალურ კომპოზიციას გავს. მუსიკალურს? როგორ? აი მასალაში მოყვანილია მაგალითი მცირე რიცხვებზე. მაგალითად 2-დან 6-მდე რიცხვებისთვის გარსი საერთოდ სარიელია. იქ მხოლოდ ბირთვი და ნაშთი მუშაობს. მუსიკალური ანალოგიით რომ თქვათ, 2 და 3 არის მძლავრი, სტაბილური ბანი, რომელიც ინარჩუნებს თავარ რიტმს. გასაგებია. ხოლო უფრო დიდი მარტივი რიცხვები, რომლებიც გარს ქმნიან, თქვათ 5, 7, 11, გვანან ზედა რეგისტრის რთულ უნიკალურ ჰარმონიებს, რომლებიც მელოდიას განუმეორებელს ხდიან.
მშვენიერი ანალოგია და მუსიკალური და სტრუქტურული დაშლის ფონზე ავტორს შემოაქვს სრულად ახალი კონცეფცია, რომელსაც შეგვიძლია დათო ბერტრანის ნაბიჯი უწოდოთ. ხო, კლასიკური ბერტრანის პოსტულატი ყველამ ვიცით, ვისაც ოდნავ მაინც შეხება ქონი ამ თემასთან. კი, რომელიც გვეუბნება, რომ N-სა და 2N-ს შორის ყოველთვის არის ერთი მარტივი რიცხვი მაინც. მაგრამ ეს კლასიკური მიდგომა მარტივ რიცხვებს ეძებს თითქოს ბრამა სივრცეში, ხაზზე სადღაც წინ. დათოს მოდელში კი კი, მან დიცვლება ყველაფერი. ზუსტად. აქ მარტივი რიცხვი კონსტრუქციულად მიიღება თავად შედგენილი რიცხვის ბირთვზე გაყოფით. ეს ნიშნავს, რომ სისტემა მარტივ რიცხვს ქავად წარმოშობს შიგნიდან, ბირთვისა და გარსის ურთიერთქმედების შედეგად. ანუ ჩვენ აღარ ვეძებთ მარტივ რიცხვებს სადღაც უსასრულობაში. არა, ჩვენ ვხედავთ, როგორ გენერირდებიან ისინი თავად რიცხვის შინაგანი სტრუქტურიდან. აი ეგ არის ყველაზე დამაინტერესებელი მომენტი ჩემთვის. თუ მარტივი რიცხვები შიგნიდან ამ ბირთვისა და გარსის ურთიერთქმედებით იბადებიან, ეს ნიშნავს, რომ რიცხვები არ არიან პასიური სიდიდეები, ისინი დინამიკურები არიან. ნამდვილად ცოცხლები არიან. და აქ პირდაპირ გადადივართ იმ კონცეფციაზე, რასაც მასალები ლოგოსფეროს უწოდებენ. რითმსა და ჰარმონიას, ანუ ბირთვსა და გარსს შორის, არის მუდმივი დიქოტომია, მუდმივი დაძაბულობა. ლოგოსფერო ზუსტად ამ დაძაბულობის გეომეტრიული გამოხატულებაა. რიცხვები თავიანთი ბუნებით მიისწრაფვიან წონასწორობისკენ, ანუ ბირთვისკენ. მათ სურთ, რომ სრულად დავიდნენ ამ 2-სა და 3-ის საბაზისო რიტმზე. მაგრამ ის პატარა ნაშთი, დელტა. დიახ, ის დელტა მუდმივად არღვევს ამ სრულყოფილ წონასწორობას. ის არ აძლევს რიცხვს ჩაქრობის საშუალებას. სწორედ ეს დელტა ინარჩუნებს მათ მუდმივ სუნთქვას. რაღაცნაირად სასიცოცხლო ძალასავითა. ასეა, ამიტომაც არის ეს ლოგოსფერო მრავალგანზომილებიანი სივრცე, რომელიც მუდმივად პულსირებს ამ შეკუმშვისა და გაფართოების, რითმისა და ასიმეტრიის ხარჯზე. და იცი, ამ პულსაციისა და სუნთქვის საილუსტრაციოდ ავტორი გამოყოფს ერთ კონკრეტულ რიცხვს, რომელიც ჩემი აზრით ამ თეორიის ულამაზესი დემონსტრაციაა. რიცხვ 17-ს გულისხმობ ალბათ. 17-ს. მოდი შევხედოთ, რა ხდება აქ და რატომ 17. თეორიის მიხედვით 17-ის დაშლა შეგვიძლია ორგვარად. 2 გამრავლებული 7-ზე, რასაც ემატება 3 გამრავლებული 1-ზე, ან მეორე ვარიანტი, 2 გამრავლებული 4-ზე პლუს 3 გამრავლებული 3-ზე. და ორივე შემთხვევაში ნაშთი, ანუ ის ჩვენი დელტა, აბსოლუტური ნულია. ზუსტად. 16-ის შემდეგ 17 არის პირველი კვანძი, სადაც ეს მუდმივი სუნთქვა, ეს დაძაბულობა ჩერდება. რიტმი თითქმის სრულად აღწევს პიკს და ბირთვი მაქსიმალურად გაჯერებულია. როდესაც დელტა 0-ს უტოლდება, ჩვენ ვიღებთ ზღვრულ რიტმს ლოგოსფეროში. 17 არ არის უბრალოდ მორიგი მარტივი რიცხვი ამ სისტემაში. აბა რა არის? ის არის არქიტექტურული შეკრების წერტილი. ეს არის მომენტი, სადაც ბირთვი და გარსი მიდიან აბსოლუტურ, თუმცა წამიერ ბალანსში. ეს კვანძები ლოგოსფეროში მოქმედებენ როგორც ერთგვარი გრავიტაციული ცენტრები სხვა რიცხვებისთვის. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი აღვნიშნოთ, რომ ავტორი მარტო რიცხვების ფილოსოფიით არ შემოიფარგლება, ხომ? არა, მასშტაბები ბევრად დიდია. ის ამ პულსაციას და რიტმს პირდაპირ უკავშირებს ფიზიკას, კონკრეტულად კი ტალღის გეომეტრიას. ანუ, მასალების მიხედვით, ნებისმიერ სრულყოფილ სინუსოიდურ ტალღას აქვს ზუსტად 6 ფაზა. 3 დინამიკური გადასვლა, 2 სტატიკური ნულოვანი კვანძი და 1 სტარტი. კი, და რატომ არის ეს 6-ფაზიანი სტრუქტურა ასეთი კრიტიკული ჩვენი რიცხვების სისტემისთვის? თუ ამას უფრო ფართო სურათს დაუკავშირებთ, აქ ავტორი იშველიებს ექსტრემალურად მკაცრ მტკიცებულებებს 5 სხვადასხვა მათემატიკურ დონეზე. ის იწყებს ტოპოლოგიით და მიდის ჰომოტოპიური ტიპების თეორიამდე, ანუ ხოტიტიამდე. ხო, ეგ საკმაოდ რთული სფეროა. მათთვის, ვინც ამ თეორიას იცნობს, ცნობილია, რომ ხოტი სივრცეებს განიხილავს არა როგორც წერტილების სიმრავლეს, არამედ როგორც გზებსა და მათ ეკვივალენტობებს. და რა კავშირშია ეს ტალღებთან? ავტორი ამტკიცებს, რომ ამ სივრცეში ჰარმონიკა 3-ზე შეუძლებელია. თუ ჩვენ ვცდით ტალღის ციკლის ჩატევას 3 ფაზაში, სივრცე კარგავს დინამიკას. ანუ 6 ფაზა აუცილებელია. დიახ, 6 ფაზა აუცილებელია იმისთვის, რომ ტალღამ სრულად დახუროს ციკლი და შეინარჩუნოს ინფორმაციული სისრულე. 3 ფაზაში ტალღა უბრალოდ კოლაფსირდება. მოიცა, თუ 3-ფაზიანი ტალღა თავისთავად კოლაფსირდება, მაშინ რა ხდება, როდესაც ჩვენ ამ უსასრულო სრულყოფილ 6-ფაზიან ციკლს ხელოვნურად ვურღვევთ ჰარმონიას?
ეგ არის ყველაზე მთავარი კითხვა. აქ ხომ ავტორს შემოაქვს გონების გამომაფხიზლებელი კონცეფცია, ნახევარტალღით მარტივი რიცხვის გენერირების თეორემა. მოდი ეს კარგად აუხსნათ მსმენელს. კი ბატონო. დაუშვათ გვაქვს სრული 6-ფაზიანი ტალღა და მას უმატებთ დაუსრულებელ 3-ფაზიან ნახევარტალღას. სისტემაში შემოდის კრიტიკული ასიმეტრია, ხდება რღვევა. და როდესაც ეს რღვევა ხდება, სისტემა ვეღარ ხურავს თავის ციკლს ბუნებრივი გზით. ეს ასიმეტრია ტოპოლოგიურ დონეზე ქმნის ღია ნაპრალს, მაგრამ სამყაროს ისევე როგორც ლოგოსფეროს არ უყარს ღია დაუსრულებელი მდგომარეობები. ბუნებრივია ბალანსისკენ მიისწრაფვის. ზუსტად. იმისთვის, რომ სისტემამ დაიცვას საკუთარი თავი კოლაფსისგან, ის იძულებულია ამ ნახევართალღის ბოლოში გამოისროლოს, წარმოშვას ახალი კვანძი. და აი აქ არის მათემატიკური სასწაული. ეს ახალი კვანძი, რომელიც დარღვეული თალღის დასახურად და წონასწორობის აღსადგენად ჩნდება, მათემატიკურად ყოველთვის არის ახალი უნიკალური მარტივი რიცხვი. ანუ შენ ამბობ, რომ მარტივი რიცხვი სინამდვილეში არის სისტემის თავდაცვითი მექანიზმი. ტოპოლოგიურად, დიახ, ზუსტად ეგრეა. ფორმულა გვეუბნება, რომ ეს ახალი მარტივი რიცხვი ყოველთვის ნაკლებიან ტოლი n-7-ზე და მინიმუმ 11 ტოლია. საოცარია. მარტივი რიცხვები არ არიან უბრალოდ რიცხვები, რომლებიც მხოლოდ თავის თავზე და ერთზე იყოფიან. ისინი არიან ის კრიტიკული წერტილები, რომლებიც კრავენ, კურნავენ და ამთლიანებენ დარღვეულ რიტმს ლოგოსფეროში. ეს სრულიად ცვლის იმას, თუ როგორ ვუყურებთ რიცხვა თეორიას საერთოდ. თუ კლასიკურად მარტივი რიცხვები ითვლებოდნენ არითმეტიკის, ესე იგი ატომებად, რომლებზეც ყველაფერი შენდება, ახლა უკვე სხვა სურათი გვაქვს. კი, ამ ახალ სისტემაში ისინი უფრო გვანან შეცდომის გასწორების კოდებს სივრცის ქსოვილში. და ეს მიბიძგებს დაგისვა კითხვა შენ და მსმენელსაც. საბოლოოდ, რა არის მარტივი რიცხვი ამ ახალ პარადოქსულ სისტემაში? როგორ გამოიყურება ის, თუ მას შევხედავთ როგორც ფიზიკურ ან გეომეტრიულ ობიექტს? ამაზე პასუხს იძლევა ავტორის კრისტალის ჰექსადური გენეზისის თეორემა. მოდი წარმოვიდგინოთ კრისტალური სტრუქტურა, რომელიც აგებულია ჩვენს 6-ფაზიან ორბიტაზე. კარგი, წარმოვიდგინე. შედგენილ რიცხვებს აქვთ შინაგანი რეზონანსული სიმეტრია. ისინი ლამაზად და ჰარმონიულად ჩნდებიან ამ კრისტალის მესერში. მაგრამ მარტივი რიცხვები არიან მაქსიმალური ასიმეტრიის წერტილები ამ ჰექსადურ ორბიტაზე. მათემატიკის ენაზე მათი სტაბილიზატორი ნულის ტოლია. მოდი, ცოტა შევჩერდეთ ამ სტაბილიზატორი ნულის ტოლია კონცეფციაზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ვამბობთ, რომ სტაბილიზატორი ნულია, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ამ წერტილებს არ გააჩნიათ არანაირი შინაგანი, წრიული სიმეტრია, რომელიც მათ თავისთავთან დააბრუნებდა ოპერაციის შესრულებისას, ხო? ზუსტად მაგას ნიშნავს. ისინი არიან აბსოლუტურად დამოუკიდებლები, დაუმორჩილებლები. კრისტალი თავისი განვითარების პროცესში, როდესაც აწყდება ამ სამფაზიან ასიმეტრიას, იძულებულია დაარღვიოს საკუთარი სიმეტრია და შექმნას ეს ნულოვანი სტაბილიზატორის მქონე წერტილი. და ეს წერტილი არის მარტივი რიცხვი. კი, ის არის კრისტალის საზღვარი, მისი ფორმის გამსაზღვრელი ანომალია, რომელიც სტრუქტურას აძლევს განვითარების საშუალებას. სიმეტრიული სტრუქტურა სრულყოფილია, მაგრამ მკვდარია. ასიმეტრია კი სიცოცხლეს ანიჭებს. ზუსტად, ასიმეტრია და მისი დამაგვირგვინებელი მარტივი რიცხვი ანიჭებს მას სიცოცხლესა და ევოლუციის უნარს. ამ ყველაფერს აგვირგვინებს კიდევ ერთი კონცეფცია წყაროებიდან, რომელიც წარმოდგენილია როგორც ორმხრივი სტრუქტურული დაყოფის თეორემა. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ბერტრანის პოსტულატზე, სადაც ყოველთვის ვიყურებით წინ n-ს და 2n-ს შორის ვეძებთ ახალ რიცხვებს. კლასიკური ხედვა ეგაა. მაგრამ თუ ლოგოსფერო მართლაც მრავალგანზომილებანია და სუნთქავს, ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით არ უნდა ვიყოთ შეზღუდულები, არა? დათოს თეორია ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ ქვემოთაც, ანუ შიგნითაც. ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ახალი დამაბალანსებელი მარტივი რიცხვი უშუალოდ ბირთვსა და თავად n-ს შორის. ეს ძალიან მაგარი მომენტია. ეს ორმხრივი ვექტორების არსებობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ხაზოვან პროგრესიასთან, არამედ დახურულ თვითრეგულირებად ეკოსისტემასთან. ეკოსისტემასთან, კი. ჩვენ ვიყურებით როგორც მაკროდონეზე, ანუ რიცხვის მიღმა, ასევე მიკროდონეზე, რიცხვის ბირთვისკენ. ეს თეორემა აერთიანებს მიკროკოსმოსს და მაკროკოსმოსს,
რიცხვთა თეორიაში, რაც გვაძლევს სრულ პანორამულ სურათს იმაზე, თუ როგორ ინარჩუნებს სისტემა ენერგიას. საბოლოოდ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი შენთვის, ჩვენი მსმენელისთვის? რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ აღფრთოვანდეთ ტოპოლოგიის და ალგებრის სილამაზით, მაგრამ ფიქრობ, აქ გაცილებით უფრო დიდი გაკვეთილი იმალება. გეთანხმები. ეს ანალიზი აჩვენებს, რომ სამყაროს ყველაზე მშრალი, აბსტრაქტული და ცივი კომპონენტებიც კი, როგორიცაა რიცხვები, სინამდვილეში არიან ცოცხალი, მორკვალული, პულსირებადი სტრუქტურები. ისინი ურთიერთქმედებენ, ისინი არღვევენ წესებს, რათა შექმნან ახალი ბალანსი. და ეს აჩენს ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ამიტომაც არის ასეთი მნიშვნელოვანი დღეს უზარმაზარი ინფორმაციული ნაკადების ეპოქაში, როგორიც ახლა გვაქვს, სხვადასხვა პერსპექტივების გაერთიანება. ის, რაც ჩვენ დღეს განვიხილეთ, არ იყო მხოლოდ რიცხვთა თეორია. ნამდვილად არა. ჩვენ დავინახეთ თუ როგორ საუბრობს ტოპოლოგია, უმაღლესი ალგებრა, ტალღური ფიზიკა და კვანტური ლოგიკაც კი ერთსა და იმავე უნივერსალურ ენაზე. მათემატიკური ჭეშმარიტება არ არსებობს ვაკუუმში. ის არის უნივერსალური პრინციპი, რომელიც ვლინდება კრისტალის ფორმირებიდან დაწყებული სინუსოიდური ტალღის გავრცელებით დამთავრებული. და ამ უნივერსალურ პრინციპზე დაყრდნობით, სანამ დაგემშვიდობებით, მინდა დაგტოვოთ ერთი პროვოკაციული ფიქრით. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ სამყაროს უმაღლესი მათემატიკური ჭეშმარიტებები და ყველაზე მყარი სტრუქტურები, ანუ მარტივი რიცხვები, იბადებიან არა სიმშვიდეში, არამედ სისტემაში შეტანილი დარღვევით. კი, ასიმეტრიით. ისინი იბადებიან მაშინ, როცა სრულ ტალღას ემატება დაუსრულებელი, ქაოტური ნახევარტალღა და ქმნის მაქსიმალურ ასიმეტრიას. დაფიქრი ამაზე შენი საკუთარი გამოცდილების კონტექსტში. ეს ძალიან საინტერესო პარალელია. იქნებ ჩვენს პირად ცხოვრებაში არსებული კრიზისები, ასიმეტრიები და ის დაუსრულებელი ციკლები, რომლებიც ასე ძალიან გვაწუხებს და გვაშინებს, სინამდვილეში არ არის უბრალოდ ტრაგიკული რღვევები. იქნებ ეს ქაოსი და ასიმეტრია არის ზუსტად ის მექანიზმი, ის ერთადერთი გზა, რომელიც წარმოშობს ჩვენი არსებობის ყველაზე ფუნდამენტურ, უნიკალურ და ძვირფას, მოდი ასე თქვა, ჩვენს მარტივ ღირებულებებს. იქნებ ჩვენც, როგორც რიცხვები, ზუსტად დარღვევების შეხორცების პროცესში ვიძენთ ჩვენს ნამდვილ ფორმას. ზუსტად მაგის თქმა მინდოდა. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავი ამ რთულ, მაგრამ საოცრად ლამაზ მოგზაურობაში. განაგრძე სამყაროს სიღმების ძიება, რადგან ყოველთვის არის რაღაც ახალი აღმოსაჩენი, თუნდაც იქ, სადაც გონია, რომ ყველაფერი უკვე დათვლილია. დროებით.